დიახ, ნატა და გუგა დილიდან მოძრაობ გდანისა და მუხიანის მიმართულებით 75 საარჩევნო უბანზე დილის 8 საათიდან მობილიზებული იყო სამარშრუტო ტაქსი. დაუდგენელი წარმომავლობის ქალბატონებით იყო ეს სამარშრუტო ტაქსი სავსე. ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავდნენ, რომ იყვნენ იქ ხმის მისაცემად მისულები, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დილის 8 საათიდან ესწრებიან საარჩევნო პროცესს მუხიანისა და გდანის საარჩევნო უბნებზე. ეს ქალბატონები მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მათ იცოდნენ თუ ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, თუმცა ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დილის 10 საათისათვის აქტივობა სწორედ ამ უბნებზე გდანისა და მუხიანის რაიონებში არის საკმაოდ დაბალი, მაგალითად 75 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული არის 3000-ზე მეტი ამომრჩეველი, თუმცა ამ დროისათვის ხმა და საკუთარი არჩევანი მხოლოდ 200 ადამიანმა გააკეთა. ბოლო 2 საათი აქ გახართ, რამ შეგაწუხათ? ბოლო საათი როგორ არის ახალი მოსულები ვარ? საიდან ჩამოგზავნდით ქალბატონო? მუხიანიდან მოვიდით. ეს თქვენ არ ხართ? მუხიანში ვართ ფიზიკურად. ეს თქვენ არ ხართ? ხო, რა მოგიყვანეთ მე 8 საათიდან აქ? არა, 8-ზე არ ყოფილა ფიზიკურად. ზოგადად ვის აღრიცხავთ, მაინტერესებს. ამომრჩეველზე ზეწოლა არ არის ეს? ვის აღრიცხავთ? არავის არ მიმახსოვრეთ. ჩამოვედი მივეცით და დაჩებიდან. ერთადავთ მეგობრები არიან ჩემი. თქვენი მეგობრები არიან და ვინც ამომრჩეველი რომელიც დღეს აქ არ მოვა, როგორ მოახდენთ მას ეს ეწოლა? არანაირი ზეწოლა, ვინც არ მოვა, არ მოვა. ეს ზეწოლა თქვენსკენ არის, ჩვენსკენ რას? იმახსოვრებთ ყველას. არა, თქვენ განსხვავებით არა გავდივარ. აბა რამ შეგაწუხეთ, რატო ხართ 2 საათი აქ? ასე მინდა და ვარ, პრობლემა არა, მე გაიმარჯვებს შვიდობა. ესენი ჩვენი მეგობრებიდან და მოვლენ წავედნენ ხა თავის სახლში. უკვე მიდიან? ჯერ არა. როდის მიდიან? ჯერ საქმე აქვთ. რა საქმე? რომ მორჩებიან საქმეში. რა საქმე ჩაგისლეთ? ხმა უნდა მისცენ ქალბატონ პირადობას ელოდება ქალბატონი. ქალბატონმა მითხრა ხმა მივეცი. არა, დიახ, ელოდებიან კიდე ერთი შესულია ჩემო ძვირფასო. აი, არ გინდათ საუბარი, არ გასცეთ ხმას არ გააკეთეთ. ვინ არის ამ სამუშტო ტაქსის მძღოლი, ვინცაც ქართული ოცნების აქტივისტები გადაყავს ტერიტორიიდან და ვინ გითხრა გადამყავს? საიდან ის აქტივისტები არიან? რაისი აქტივისტები არიან? ვისი აქტივისტები და არიან? როგორ აკონტროლებენ ადამიანების გადაადგილებას, მაინტერესებს? რას ამბობ? გადაყვანა რის გადაყვანა გლეხი ვარ 0 ნომერი. მარტო ერთადერთი ოპოზიციის წარმომადგენელი ვდგავარ აქ. ხო. სამწუხაროდ რეპლიკები მოდის ჩემი მიმართულებით, რა მაგრამ უნდათ? ცდილობენ რომ რაღაც სიტყვიერად წამომიკითხონ, მაგრამ აქ დგომას და ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა და ხოიცი რაც უნდა ქნა, ეს უკვე გონია რომ მითითება. ესე უთხრას ხოიცი რაც უნდა ქნა? კი. ვინ უთხრა? ერთ-ერთმა ეხა სახელები არ ვიცი მათი, მაგრამ ერთ-ერთმა თქვა ხოიცი რაც უნდა ქნა და ანუ ვიცი რა უცნობ ხნა კი. ეგ მოკლედ როგორც ხედავთ, ვითარება ესეთი არის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან, ფაქტურად უჭირთ მუშაობა, რადგან ისინი მთელი დილის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე, კი ქართული ოცნების კოორდინატორები სიებით ხელში აკონტროლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან დღეს არჩევნებზე, თუმცა არ არის მაღალი აქტივობა, ასევე ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით სავარაუდო ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა მუხიანში 62 საარჩევნო უბანზე, რასაც დეტალებს ვარკვევთ და მოგვიანებით დაგიბრუნდებით.